მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. დღეს შემოვედი ასეთი თემით. ტრებს თქვენ ბუმერანგი რომ გაუშვით, ტრებს რა დაეწიათ თქვენს მტრებს, ვინც არ უნდა იყოს და მერე ვნახავთ, თქვენ რა კეთილდღეობა შეგემატათ და რა სიკეთე დაგიბრუნათ სამყარო. დავიწყოთ. მე ამ ტაროს თითქმის ავხმარობ გაშლებში, მაგრამ ესე დამიძახა დღეს რომ რაიდეროითის ტარომ რომ ამით უნდა ვნახო რა ხდება ჩემი გამომწერებისთვის, ხო? აბა დავიწყოთ ჩვენი მტრები. ოჰოჰო. ეს სისხლით ნათესავები დაგიფიქსირდათ პირველი ხაზი. ამოდის, ესე იგი, რაც გისურვათ ავადმყოფობა, ხო? ყველაფერი თვითონ დაუბრუნდათ. სერიოზულად ჩხუბი აქვთ ერთმანეთში. თითქმის მთელი მსოფლიო დაუპირისპირდათ მათ. ანუ რაც თქვენ და მე, ჩვენ გვისურვეს, ხო? მხოლოდ ჩემ გამომწერებისთვის ის მიუბრუნდათ უკან. არის მიდის ერთმანეთში ღალატი, ერთმანეთის, ჩამოცილება მიმდინარეობს და ძმა, დეიდაშვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, დები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მიხვდით? საერთოდ შეწყვიტეს ეს ურთიერთობა, რაც თქვენთვის, ესე იგი, მოისურვეს ერთად, ხო? ეს ჯგუფურია უფრო. ეხა თვითონ აქვთ ეს ცრემლი და ეხა გიждდებიან და ფიქრობენ რა მოხდა, მაგია რატო არ დაჯდა თქვენზე და რატო აღარ მოქმედებს ისე, რატო ხართ კიდე ესე ფეხზე და რატო სუნთქავთ. გასაგებია, აბა კიდე დავიწყოთ, გავაგრძელოთ. აქ მამაკაცი ამოდის, ეს არ არის ნათესავი, მაგრამ უძრავ ქონებასთან აქვს შეხება, ან მოგატყუეს რაღაცა უძრავ ქონებაზე, ან გაგიწელეს სიტუაცია, შორიდან ხდება, მიხვდით, ხო? აქ არის საზღვრის გზები დაფიქსირებული, ან ერთ ქვეყანაში და სხვადასხვა ქალაქში. მოწესრიგებაზეა აქ რაღაცა, რომელიც კაცი უნდა დაგხმარებოდათ, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა, ან სხვას დაეხმარა, მოკლედ მიხვდით, ხო? აქ მიდის ეხლა გარჩევა უძრავ ქონებაზე. მანქანა, სახლი, მაღაზია, თქვენი შეიძლება ნაქირავები გაქვთ, ხო, რაღაცა ადგილი და ვაჭრობთ, ხო? ყველანაირ სფეროში აბსოლუტურად ეს ადამიანი დარჩა, როგორ იცით, გაურკვეველ სიტუაციაში დარჩა. ეხლა თვითონ აღარ ეხმარებიან, იცით, ეხლა ნანობს, რომ არ დაგიდგათ გვერდზე, ან შეიძლება ოჯახშიც არის ეს მამაკაცი, ოჯახშიც ხო ხდება ესეთი რაღაცა უძრავ ქონებაზეა პატარა რაღაცა უთანხმოება. ესე იგი, ჩვენ აქ ბუმერანგებს ვუყურებთ, ხო? ნამდვილად, აქ თქვენი მტერი ან ფეხის ოპერაციას გაიკეთებს, ან გაიკეთა უკვე დამხმარე ძალებს ელოდებოდა, მაგრამ აქაც მოატყუეს, ეგონათ რომ ეხა წამლებს სვავენ, არ გამოვრიცხავს საავადმყოფოში წევს და გადასხმებსაც იკეთებს, მიხვდით, ხო? და ეხლა გამოსავალ გზებს ეძებს, როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ან კიდე რაღაცა ვიღაცას მიმართ თქვენთან დამოკიდებულებაში თქვენმა მტრებმა და კიდე თავიდან სცადეს, მაგრამ ეს უფრო საეკლესიო წყევლებს გავს, ეს წყევლაც, ესე იგი, თითქოს უკვერო თქვერო იწმინდებით, ხო, რა თქმა უნდა, ბუმერანგი უკან მიუბრუნდათ. საიდანღაც რაღაცა წაიკითხეს, ვიღაცას ენდნენ, მიხვდით, ხო, რომ ენდობა ადამიანს და ის რომ მოგატყუებს. გასაგებია.
ну მკურნალობა ამოდის. აქ პირდაპირ ამოდის წარსულიდან ვიღაცა გებრძვით ძალიან გოგოებო ბიჭებო და ეხლა ძალიან დიდ გაურკვევლობაშია, ჩამოკიდებულ სიტუაციაშია, ვერ გამოდის სიტუაციიდან, ვერ პოულობს გამოსავალს, რაც იჭორავეს და ესე იგი ჯგუფურად იჯდნენ და აი ესე და ისე მოკლედ გაგათხოვეს კიდეც, დაგნიშნეს კიდეც მილიონერიც გაგხადეს მიხვდით ხო? აი ყველანაირად წარსულიდან მოდის ეს სიტუაცია და ჩამოეკიდათ სიტუაცია სიყვარულთან დაკავშირებით, ოჯახთან დაკავშირებით, ჰარმონია საერთოდ დაიკარგა, საერთოდ ერთმანეთში დაიკარგა. აღარ არიან ზურგში აქციეს ერთმანეთს, სიყვარულშიც კი მოატყუეს, დაშორდნენ, აი ნამდვილად ნახეთ, დასასრულს მიუახლოვდა მაგათი თამაში, ესე იგი თქვენ მიმართეს თეთრ მაგიასაც, მიმართეს სხვა ქვეყნის, ანუ სხვა რჯულის მაგიასაც, ასე ვთქვათ, და ეგონათ რომ მოიგეს, მაგრამ ნურას უკაცრავად გაუჩერდათ ყველაფერი, ყველანაირი კარებით დაიხურა, ეს მაგი თავის ადგილზე დაჯდა, ეხა მე პრაქტიკოსებს არ ვეხები არასოდეს და მეც ნურავინ შემეხება, არ შეიძლება ესეთი რაღაცა, მაგრამ ამან თავის საქმე გააკეთა, მიხვდით ხო, ბევრი ფული გადაიხადეს და ეგონათ რომ თქვენზე გაიმარჯვებდნენ, მაგრამ არა, ისევ უკან დაიხიეს, ორი ნაბიჯი თუ წინ გადადგეს თქვენს შეტევებზე და თქვენზე მაგიურ სისტემებს რო აკეთებდნენ და ძალა დაკარგეს გენაცვალე, იმიტომ რომ თქვენ ძალას და თქვენს ენერგიებს ხო იპარავდნენ, არა, რა თქმა უნდა. ეხლა ეს ტყუილები მოატყუებენ ცრემლის, სისხლის ცრემლებით იტირებენ, გეუბნებით მე, არანაირი გვერდში მდგომი ადამიანები აი ისინიც მიდიან და რა არის სულ ბრძოლაში არიან, ეხა ფიქრობენ რა ხდება, რა მოხდა, ვინ აქეთ რა გამიკეთა, მაგრამ იმას არ ფიქრობენ რომ აგერ აქ ბუმერანგი დაუბრუნდათ ხო, აი ეს ავიწყდებათ ხოლმე, ну ეხლა კი ვთქვათ, ეხლა აქ თასების ტუზი რო დაფიქსირდა აქ წმენდებსაც იკეთებენ, მაგრამ თან შეშინებულები არიან და დაცვის ქვეშაც არიან, მაგრამ ეს დაცვებიც ხომ უტყდებათ მაგათ თქვენ რო გაწმენდებს და დაცვას იყენებთ ხო? მოკლედ ტირიან, აი კონესიან, ქვესკნელში არიან. ბრძოლობენ, ეს ამოვიდა მამაკაცი ამოვიდა ისევ, ეს უკვე კარიერული სისტემა, შეიძლება რაღაცა სწავლის პროცესი, რაღაცა ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემებია, თქვენ რო შეგიქმნათ ეხლა უკან დაუბრუნდა და დახმარების ხელი, აი ვისაც ზუსტად იცოდნენ რომ უნდა მისულიყვნენ და ეს საქმე გამოვიდოდა ხო? არანაირად აქ მგზავრობასაც ეხება, არანაირად არ გამოუვათ ყველა ნაირად, ესე იგი, ტაროები ჩამივარდა, მაცადეთ სამყარო ველაპარაკები ვერ ვასწრებ ინფორმაციის გადმოცემას, ისე ჩქარობენ. აბა კიდევ ნახოთ მეგობრებო. ხო, აი ფულთან დაკავშირებით ახალი ნაბიჯები უნდათ გადაედგათ, ეს არის შეიძლება კი არა და ჰაერის ნიშანი ამოვიდა, რომელთანაც თქვენ გქონდათ ურთიერთობა, ორივეს გოგოებო ბიჭებო გადაათამაშეთ თქვენ თავზე და შეიძლება თქვენი შვილის წარმატების შეშურდა, ვითომ გიღიმოდათ და აი მაგრამ რო ესმოდა თქვენ შვილზე ან შვილის შვილზე ან თქვენს მეგობარზე ხო, ან თქვენი ოჯახის წევრზე მოკლედ ძალიან აი არ სიამოვნებდა რა და აი ამან მიმართა მაგიას, მაგრამ არ გამოსდის ბუმერანგი მისდის უკან რაღაცის ზემოქმედების ქვეშ დაჯდა, მოხვდა, ანუ თვითონვე და კი, აი
აი მტერი. კი, ნამდვილად რა არის იცით, ფულზე კარიერისტია ეს ადამიანი მოკლედ, მამაკაცზე მაქვს საუბარი, კარიერისტია, რაღაცეები მაგიის იმით წყალობით კი გაიკვალა გზები, მაგრამ ის სუშნასწები ხო და დემონები უკან მოსთხოვენ ამ ყველაფერს ხო, ამ ძალებს და თქვენ რომ ჩემთან გაწმენდებს იკეთებთ საყვარლებო, ეს ხო უკან უბრუნდება, კი, შეიძლება სვავდა ეხა აღარ სვავს, მაგრამ რაღაცა ყნოსვით იმეებს მიმართა, მიხვდით ხო, სიგარეტს რო გავს და ანუ არეული აქვს, გზაკვალი არეული აქვს, იმიტომ რომ სახშიც აღარ გამოსდის ისე სიტუაცია, ისე ურთიერთობა, რაღაცას ელოდება გზიდან თვითონ თავის წარმატება შეიძლება ადვოკატიც არ გამოვრიცხავ, ან ბუღალტერი აი ესეთ სიტუაციაში მაღალ ინსტანციებში მუშაობს, მაგრამ არაფერი არ გამოვა, ის საერთოდ არაფერი არ გამოვა, არ გამოვრიცხავ რომ ორი ბიჭი წავდეს, მიხვდით ხო? არ გამოვრიცხავ, მაგრამ შორს არიან ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს, იცით? აქ მე ვერ ხედავ, აი რასაც ქვია ოჯახი. ნუ თვითონაც უთანხმოება აქვს ამ ოჯახთან, კი. აი ეს დაცვები რაც უყენია, ხო თქვი სამართალთანაა მეთქი, აი სამართალის კარტი ტარო და ბანკო ამოვიდა და ანგელოზები როგორ იცით, ზურგიში აქციეს ანგელოზებმა, თავიანთმა წინაპრებმა გააფრთხილეს ბევრჯერ რომ სიტყვაზე აი ამ ადამიანს არ შეეხო, გეყოფა, არ შეიძლება, მაგრამ ვერ გაიგო და ეხლა იბრძვის და აღარ იცის რა ქნას, აღარ იცის, იმიტომ რომ ესე იგი ძინავს თუ ღვიძავს, როგორ გაგაფუჭოთ, გაგაშაოთ, იმას ფიქრობდა, მიხვდით ხო? და ეხლა ეს დაცვები რო გაუტყდა და თქვენი დაცვები ხო თქვენზე ხო არის და ეხლა აი უყურეთ როგორ არის აქ კიდე არის ისეთი მაგია რომ სატანას იძახებენ აი საყვირით, მიხვდით ხო? არის ესეთი რაღაცები სრულდება, საშინელებები სამწუხაროდ თუ და ეს ეხლა მიუბრუნდა უკან და არის გაჭედილში თქვენი მტერი. გოგოებო ბიჭებო, აქ ეხლა თანხებზე ვიღაცა ქალი ძალიან შეეხო თქვენს თანხებს, თქვენს ბიუჯეტს, თვითონაც კი იცით როგორ ძალიან დარწმუნებული მიწის ნიშანს მეუბნებიან, ძალიან დარწმუნებულია თავის თავში, ნუ კი შრომა ყოველთვის უყვარს და შრომობდა, მაგრამ ძირითადად ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა და უშვებს თავის ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქ ამოდის ძალიან აი მატერიალიზმი მარტო და რა თქვენი ჩათვალა რომ ესე იგი მაგია რომ გაგიკეთათ ხო მაგია რომ გაგიკეთათ ჩათვალა რომ ესე იგი ამით დაგისრულებდათ ყველაფერ სიტუაციას და თვითონ გაიმარჯვებდა ეს მეუბნებიან რომ შიგნით აი ნუ უფრო აქ სისხლის ნათესავსაც განვიხილავ და არა სისხლით ნათესავსაც მიხვდით ხო და აქ მარტო არ არის შეიძლება შვილთან ერთად შვილიშვილებთან ერთად ამოდის აქ შეიძლება დები არიან რძალი მული დედამთილი შვილი აი ესეთი სიტუაცია გადაათამაშეთ აქ ახალგაზრდა ბიჭიც არის 30-35 წლამდე მაგრამ ეხლა რა ეხა ზიან როგორ იცით აი თან ეშინიათ რომ ეს ბუმერანგი ხო გრძნობენ რომ უკან მოუბრუნდათ მიხვდით რა შეა საქმე შეეშინდათ ძალიან და დარწმუნებულები იყვნენ რომ თქვენ ხო მოდი ესე ვთქვათ გადაგიჯოკრავდნენ იყვნენ დარწმუნებულები აი მართლა იყვნენ დარწმუნებულები და აი ეს ცხრიანზე გადავიდა ესე იგი აი აქ რო იჯდნენ და ესე იგი თქვენ იყავით მისი მიზანი და ეს სურვილი იყო რომ თქვენზე ესე იგი გაგაფუჭებდნენ მოდი ესე ვთქვათ ხო გაგაშავებდნენ მაგრამ ეხა თვითონ დაждდნენ გენაცვალე აქ სამი ქალბატონი ფიქსირდება ნათესაური კავშირი ოხოხო ნახეთ როგორი ბუმერანგი წავიდა ამას ახლა პირდაპირ გაჩვენებთ ხო თქვი არა უყურეთ სერიოზული ბუმერანგი წავიდა ნუ დადიან ტაროლოგებთან დადიან ესე იგი წიგნებიდან კითხულობენ რაღაცას მიხვდით ხო ერთ-ერთი შორიგზიდან დაფრინავს წინ და უკან და ეხა მეუნებიან რომ ან ქვეყანაშია პრობლემა ხო სამსახურეობრივი და უკვე აღარ იცის რა ქნას ანუ გზებში ცხელი შეეშალა მიხვდით გზებში ცხელი შეეშალათ
გენაცვალე. აბა ვნახოთ კიდე. გადასარევი ბუმერანგი მტრებს თქვენი ცრემლებისთვის. აქ ეხლა რა არის, იცით, ელოდებიან, აქ საფლავებზე მუშაობენ, საფლავებზე და მთვარეს და მზეს არ უშვებენ ხელიდან, მიხვდით ხო? ესე იგი, აქ მსხვერპლშეწირვები კეთდებოდა და კეთდება, აქ ესე იგი აღარ მუშაობს, მათი ფული ფულად დაეხარჯათ და ეხლა დგანან და ფიქრობენ ისევ იმ სიტუაციას მიმართონ, თან შეშინებულები არიან, სერიოზულად ეშინიათ უკვე, რა გააკეთონ, ვერ გამოდიან სიტუაციიდან, მიხვდით ხო? ჩაეკეტათ სამართლიანად ეს სიტუაცია, აჰა, ჩქარობს სამართლიანობა, ზემოდან ჩაარტყეს ხელებში, იმიტომ რომ თქვენ შვილებს და შვილიშვილებს თქვენ ოჯახსაც შეეხნენ. კრადნიკები გაკეთდა აქ, მეგობრებო, კრადნიკები გაკეთდა, გასაგებია. ნუ აქ ესე იგი უფრო წარსულიდან არის ეს იმპერატორი, რომელიც ესე იგი ხასიათითაც ესეთი ტოქსიკურია, ან მაღალ თანამდებობაზე, ან ხალხს ამუშავებს, მიხვდით ხო? უფრო მაღალი ინსტანციებზე მომუშავეებიც არიან, რომელსაც ესე იგი ადრე ქონდა თქვენთან, შეიძლება მეუღლეც იყო, არ გამოვრიცხავ, ეს პიროვნება თქვენს ოჯახში, მერე განქორწინება, მერე ისევ ეს კაცი დაქორწინდა, ესე ჩანს და ეხლა როგორ არის, იცით, ისევ მარტოა განდევნილია, ეხლა აღარ იცის რა გააკეთოს, გზები ჩაეკეტა, ხო? გზები ჩაეკეტა, ფული ფულად დახარჯა და აღარ გამოსდის არაფერი, თქვენთან წვდომა გადაკეტილი აქვს უკვე, და გიჟდება, აბა რა მიუბრუნდა ამ კაცს. ხო, ნუ ისევ რაც ბორბლებზე დადის, შვილებთან ურთიერთობა გაუფუჭდა ამ კაცს, რატომღაც ესე მეუნებიან შვილები, რატო ახსენი, არ ვიცი, მაგრამ ესე უნდა მეხსენებინა ალბათ. კი, აგე შვილიშვილებიც ყავს, გაუფუჭდა ურთიერთობა. ეს კაცი არ არის კარგად გენაცვალე, სასმელზეა დამოკიდებული, კიდე როგორია, იცით, ღრძო ადამიანი, შური კიდე სხვა არის, შუღლის სხვა არის, ღრძო ადამიანი გაბოროტებული, თვითონ ზლო რო იტყვიან რა, ბოროტი არსება რაღაცა. გზები აქვს ჩაკეტილი, ვისი იმედიც ქონდა რაღაცა საქმის გარკვევაზე, წარსულის თავის ურთიერთობების და თქვენთან, ხო? მოკლედ არსად არაფერი არ გამოუვიდა, საერთოდ არსად არაფერი არ გამოუვიდა და ეხა მოლოდინშია რა გააკეთოს, იმიტომ რომ თქვენს ამბებს გებულობს აქ რო იცოდეთ, გებულობს ინტერნეტით, ან ვიღაცა ხალხისგან, ან ტელეფონის ზარით, რაღაცით გებულობს, ვიღაცით გებულობს და მარტო არ გებძვით ეს არის, ან ხალხს აკეთებინებს ნამდვილად, ხო, ჯადოქარს, კალდუნიას, ასე ვთქვათ და ან კიდე ის უბრალოდ მის გვერდზე არის ერთი ვიღაცა ქალი, შეიძლება მაგისი პადრუგას რო ეძახიან, ეგეთი სიტუაცია. და რა უნდა, ხო, ხო ვთქვი, აქ თქვენთან ბევრჯერ სცადა, მაგრამ ადრე შეიძლება იყო თქვენთან შეხვედრები, მაგრამ ეხლა თქვენ თვითონ აკრძალეთ, იმიტომ რომ ბუმერანგი გაუშვით უკან, მიხვდით რომ ამ ადამიანთან საერთოდ უკან გწევთ ეს ადამიანი ცხოვრებაში და თქვენც დაიწყეთ ბრძოლა და თქვენ რო დაიწყეთ ბრძოლა, გზები გაგეხსნათ, კარიერა უფრო წინ მიდის, ფინანსები შემოგემატათ და ხალხმა ისე სახელს გიფუჭებდათ, მიხვდით ხო თემას, სახელს გიფუჭებდნენ ეს ქალი და ეს კაცი და ეხლა თვითონ დაუბრუნდათ ეს ყველაფერი, ხო? თვითონ დაუბრუნდათ. აქ უკვე სიყვარული აღარ არის არც ამ კაცისგან. აქ არის რატო, რას ქვია, მე ვერ ვაჯობე, რით ვერ დაგაგდე, ესეთი თემა ამოდის. კი, ნამდვილად წარსულიდან. და ეხლა თვითონ დარჩა ეს შეკრული, იზოლირებული, შეიძლება რაღაცა სასამართლო პროცესები აქვს თავისი სიტუაციებიდან გამომდინარე, ან თქვენ რო დაიწყეთ უკვე ბრძოლა, ეს კაცი არის შიზოფრენიკი, სერიოზულად გეუბნებით, შეიძლება ან მართლას სვავს და ან წამლები აქვს დანიშნული, არ გამოვრიცხავ ჯანმრთელობაზეც და მამაკაცურ პოტენციას კაიხანი აღარ აქვს, ასე ვიტყვი, ჩამოენგრა ყველაფერი და ეხა ზის ელოდება, მაგრამ ეხა თვითონა
ესე იგი ცუდად რომ რატო და როგორ მოხდა, იმიტომ რომ ეშმაკს მიყიდა სული აქ თეთრი მაგიებიცა, შავი მაგიებიც და ასე შემდეგ ყველაფერი. კარგით, ეხა ახალი თემა დაჭდა. ვიღაცა მამაკაცს არის ეს რატომაც მეუნებია რომ ცოლიანია, შორიდან ესე იგი ან გათვალიერებთ, ან გათვალიერებდათ რასთან დაკავშირებით კი, ბედი შეიძლება უნდა უკვე დაგეწყოთ ურთიერთობა და ოჯახმა არ მიგიღოთ, ან გატყუებდათ, რომ გაყრილი იყო, გაშორებული იყო, ცოლს ესე მეუბნებიან, მიხვდით ხო? ვიღაცა მწარედ ჩაერია თქვენს ცხოვრებაში, გოგოებო და ბიჭებო, თქვენს გეხებათ და ესე იგი ბედის ჩანაცვლება, თქვენი ფორტუნის ჩაკეტვა იყო, რომ საერთოდ ვერ გამოგეღწიათ ვერანაირი დახმარებით, ვერანაირი იმით რა ქვია, გამოლოცვებით, მიხვდით ხო? და თქვენ ბედს ესე იგი აფუჭებდა, მიხვდით ხო? წყევლაზე ადებდა. აი რატო ადებდა და ფულის გამო. თქვენი ყავით ალბათ, შეიძლება თქვენი დამსაქმებელია შორგზაზე არ გამოვრიცხავ, ან ინტერნეტით ან ფულის ჩარიცხვები, ან თქვენ ურიცხავთ გოგოებო მამაკაცებს და ესეთი სიტუაცია მიხვდით ხო, მაგრამ აი გირჩევნიათ რომ უკვე ისე ხართ რომ აი მიხვდით რაღაცას თქვენ თვითონ ოჯახის სიტუაცია დაჯდა რომ აი ფული თქვენც უკვე როგორ იცით რომ გინდათ რომ თვითონ დასაქმდეს, თვითონ დაიწყოს მუშაობა და თითქოს აქ მეუნებიან რომ აქ წმენდებია დაწყებული უკვე აი ესე მეუბნებიან და რაღაცა არის ჯერჯერობით გაჩერებულია, მაგრამ ოჯახს ეხება, ოჯახურ სიტუაციას ეხება, აი ესე მეუბნებიან და ეს მამაკაცი როგორ იცით, თქვენ თითქოს უკვე არც ინერვიულებთ, უბრალოდ ბიჭი დაფიქსირდა აქ, ორი ბიჭი, არც ინერვიულებთ, რომ ესე იგი თქვენ ისეთი სიტუაცია გაქვთ, ეხა გადახედეთ თქვენ სიტუაციებს, რომ ესე იგი ან დაშორდეთ ამ ადამიანს, ან თითქოს სხვა ბედი, სხვა ადამიანი, გოგო ან ბიჭი რო ნახოს, მიხვდით ხო? მამაკაცებშიც არის ესეთი სიტუაცია და კიდე ასე აღწერ, ვინც ჩაერია თქვენ ბედიღბალში დიდი ხანი თუ ეხლა ხანს თუ სულ 2 კვირის წინ და 1 კვირის წინ ხო? იმიტომ რომ აქ ხედავ ცოტა განახლებების მცდელობები არის, გოგოებო ბიჭებო, არ შეშინდეთ, მტერი ყოველთვის აქტიურდება, მე ყოველთვის გიხსნით და გასწავლით როგორ ჯდება მაგია და რანაირად უნდა მოიქცეთ, მხოლოდ ჩემ გამომწერებს მოგესალმებით, გამოიწერეთ არხი, ნინიას არხი, მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის, მე ენერგეტიკებს ისე ვერ გავფლანგავ, არ რეზონირდება სხვანაირად და ბევრი რამოდენიმე მთლიანად ჩემი რიტუალები და გაშლები რამოდენიმე ადამიანზე მაქვს დაბლოკილი, მოკლედ ასე ეგ მე ვიცი მარტო. გოგოებო ბიჭებო, ბედში ვინც ჩაერივნენ, ბედის ცვლა იყო, რომ ელოდოთ და აი არ მოვიდნენ მამაკაცები, გამოჩნდნენ გოგოები და უცებ ქრებიან, მიხვდით ხო? აქ კიდე ჩანს, რომ ვიღაცა უკვე შეუღლებას აპირებთ, ნამდვილად ჩანს და აქაც იყო ხელისშემშლელი პროცედურები იყო გაკეთებული, კი, შორიდან იყო გაკეთებული. აქ ახალგაზრდა ბიჭს მიუვიდა ბუმერანგი, რო იცოდეთ, ურთიერთობიდან გამომდინარე, ან თქვენ გაუშვით ბუმერანგი ახალგაზრდა ბიჭზე და ვიტყვი ესე 18 წლიდან მაქსიმუმ 35 წელი, მეტი არა. 27. აი ესე მიუვიდათ. აქ როგორ არის, იცით, აქ ნათესაობასაც ვიტყვი, ფიქსირდება, ან საერთო მეგობრებს ვიტყვი, ფიქსირდება. ესე იგი, ვიღაცას შეშურდა თქვენი წარმატება, თქვენი მოწოდება, ან რაღაცას ასწავლით, ან პედაგოგი ხართ, ან თქვენი პატარა ბიზნესი გაქვთ გახსნილი, თუნდაც ტაროლოგი ხართ, ხო? აი ეს ყველაფერი შეშურდათ და
ძალიან სწრაფად მიუბრუნდა თითქოს სიზმარში ნახეთო იცით ესე მეუნებიან და ჰოპ და ნიშანი გქონდათ აი უცებ რაღაცა გაკვრით და მიხვდით ვინ იყო ეს პიროვნება იცით და ეხლა ვეღარ დაუბალანსდება თქვენ დაასწარით და ძალიან კარგი ქენით თუ არა და დაასწარით და გაუშვით ბუმერანგები არ დაინანოთ გულის გატეხვები ეხლა თვითონ დაეწყებათ ანჩხლის სიტუაცია ერთმანეთის გაკრიტიკება ლანძღვა თათხვა და იმ დანარჩენ სიტყვებს აღარ ვიტყვი. ეხლა მე სანამ ამას ავკრიფავ და თქვენ მეორე ტაროზე გადავალ, ეს იგივე ამინია, მანამდე მოიწონეთ ვიდეო თხოვნა იქნება, რომ სხვამაც ნახოს და სხვამაც გამოიყენოს. ეს თქვენი ლაიქი, იგივე დაცვა აიცოდეთ, არ ხუმრობ. და მინდა გთხოვოთ, YouTube წარამარამ წერს და მიბლოკავს ხალხს. მესმის თქვენი მდგომარეობა, მესმის გოგოებო ბიჭებო თქვენი რო გაგამწარეს, რო ესე, რო ისე, რიტუალები იმისთვის მაქვს, რომ გამოგიყვანოთ ჩემი დახმარებით და სამყაროს დახმარებით სიტუაციიდან და მე ამწერენ რომ ესე იგი უნდა წავშალო ხოლმე. აი ძალიან ცოტა ძალიან გაბრაზებულები ვიცი რომ ხართ, მაგრამ ცოტა კომენტარები ისე დაწერეთ, რომ მოკლე კომენტარები, იმიტომ რომ ძალიან გრძელ კომენტარებს წავშლი, იმიტომ რომ YouTube-ს თავის წესები აქვს და ცოტა კორექტულად დაწერეთ ეს ლანძღვა, კარგით, თხოვნა მექნება. ისევ ჩვენთვის, ხო? ისევ ჩვენთვის, გაითვალისწინეთ, ხო? მადლობთ. ეხლა გადავიდეთ აბა ჩემო კარგებო, ჩემო გამომწერებო. ნახოთ აბა ეხლა თქვენ აი ამ ყველაფერი რო გაიარეთ, ზოგმა გაიწმინდეთ, ზოგმა ესე იგი პროცესში ხართ, ზოგმა ისევ განაახლეთ წმენდები, თქვენ აი რა ეხლა მტერს ხო ნახეთ რა ბუმერანგი წაუვიდა. აი თქვენ ჩემ გამომწერებს, ხო ჩვენ, ანუ რას იკეთე გვეძლევა, რას უნდა ველოდოთ და ასე შემდეგ. აბა სამყაროს ვკითხოთ, თქვენ რა. რას იკეთე, რა გაიხსნება? აი ნამდვილად, ესე იგი, აქ მიატოვეთ ვიღაცა პიროვნება, რომელიც ესე იგი ალფონსოს რო ეძახიან, ხო იცით? აი ეს პიროვნება მიატოვეთ და ან თქვენი სიზარმაცე, თქვენი ავამტყოფობა დამთავრდა და ადექით კრესლოდან და გაინძერით და ესე იგი ისევ როგორც კაშკაშებდით, ხო? ნამდვილად აქ ჯანმრთელობაზეა და კიდევ ურთიერთობაზეა მეგობრებო, აქ გამოხვედით იმიდან სიტუაციიდან, აი რომ უნდათ რომ ესე იგი ან წონაში მომატება ჯადოს ხო აკეთებენ ესე რომ ესე იგი გასუქდეს ადამიანი, ხო? გამხდარ ადამიანსაც გაასუქებენ ხოლმე ჭკუიდან გადავიდეს სასმელზე დამოკიდებული გოგოებო ბიჭებო ორივეზეა. ან ესეთი ადამიანი შეგხვდეთ, მიხვდით, ხო? აი ესეთი ვიგინდარა და აი გამოხვედით ამ სიტუაციიდან გამოხვედით, მიხვდით, ხო? და უყურეთ კიდე რაინდი ამოდის პენტაკლების ახალი პიროვნება, საჩუქარი სამყაროსგან, საჩუქარი, ვინც ხელოვნებას ეწევა, ხელოვნება მარტო ხატვა და ძერწვა არ არის, ხელოვნება სპორტიც არის და ხელოვნება ქარვაც არის, ყველაფერი მიხვდით, ხო? ხელოვნება ტაროც არის და ასე შემდეგ. ის ესე იგი რაც ჩაფიქრებული გქონდათ, აუცილებლად აგისრულდებათ. ძალიან კარგი. გზების ჩაკეტვა იყო გენაცვალე, უყურეთ, გზების ჩაკეტვა იყო, გათვალიერებდნენ, წეღან რო ვთქვი მტრებზე, იგივე სიტუაცია, ესე იგი, ხوار გათხოვდით, ხوار გაბედნიერდით, ხوار მანქანა ხوار შეიცვალე, მანქანა ხوار იყიდე, ახალი სამსახური ხوارა, ესე მიხვდით, ხო? მეზობლები ჭორები, ნათესავები ჭორები და ასე შემდეგ. მოკლედ, მასკები ჩამოიხსნეს ხალხმა, მასკები ჩამოხსენიათ
გექონით და უკვე ნელ-ნელა გებულობთ და გაიგებთ კიდე ამას გაძლევთ სამყარო რომ ვინ არის და ნახეთ წინ მიდიხართ გზები გაგეხსნათ და კიდე გაგეხსნებათ გოგოებო ბიჭებო ნახეთ მართლა რომ მანქანის შეძენა გადაადგილება მგზავრობა ვისაც მგზავრობა მოგზაურობა გიყვარდათ და აი უბრალოდ ჩაგკეტეს მეტი არაფერი და ვერ გაგერკვიათ საიდან და რატო ხდებოდა ესე ხო გაიხსნა სიტუაციები ვინც კიდე ხელოვანია ვიძახი რომ ისევ გადადგავთ ახალ ნაბიჯებს ისევ ახალი იდეები შეგეძინათ თავში იმიტომ რომ თავი რომ მოგიწესრიგდება რა თქმა უნდა და ეს ოჯახში ხდება 10-იანი პენტაკლი სახლის ყიდვა აქ უძრავ ქონებებზე დაფიქსირდა და კიდე რაღაცეების შეძენა წინსვლა იგივე გზების გახსნა სიყვარული გათხოვება ცოლის მოყვანა მიხვდით ხო რამხელა ნაბიჯები და რამხელა ნახტომები გააკეთეთ ძალიან კარგი აბა კიდე რას გვაძლევს სამყარო აი ეს 6-იანი ხმლების ქვეშ დაჯდა ზუსტად 5-იანი ხმლები აი ეს უნიათობა ეს იმედგაცრუება კარებები რომ გამოგიკეტეს ყველამ და აი მტრები რომ გაშავებენ და პორჩას გიკეთებენ და რაღაცებს გასმევენ გაჭმევენ და არიცით ხო ადამიანებმა ესეც ხო ხდება ან პატკლადები კარებზე უსმევენ ან რაღაცა დაგდებული ნახეთ სტუმარი იყო და რაღაცა დაგიტოვათ სახში და მე თქვენის უბრალოდ მოკიდეთ ხელი და გადააგდეთ ნაგავიან რაღაცა გეგონათ ან ისა და ესა ძაფი გეგონათ მოკლედ ვისაც ესე იგი სახელი გქონდათ უკვე ამ ბოროტი ხალხისგან გაფუჭებული ხო ეხლა თვითონ მიუბრუნდათ უკან აქაც ბუმერანგი დაფიქსირდა და თქვენ სამართლიანად ესე იგი უყურეთ როგორ მამამზე ასე ვთქვათ აი ეს თვითონ ესე იგი სიყვარული შემოვიდა თქვენში თქვენს გულებში სითბო შემოვიდა აქ სიცივეზე იყო გაკეთებული ნებისმიერ სფეროში ნებისმიერ ადამიანებთან შვილების ჩათვლით და მოკლედ თანამშრომლების ჩათვლით ხო და აი აქ ეს წინაღობები ხო მზე ისე გაცხუნებთ რომ ინგრევა ეს წინაღობები აღარა გაქვთ მიხვდით ხო და წინ გზების გახსნა ეს არის სამყაროს ტარო თვითონ სამყარო გელაპარაკებათ ახლა აქ და ძალიან ბევრ შანსებს გიმზადებენ მეგობრებო აქ ესე იგი რაინდი ხმლები აქ ესე იგი მტერი შინაური მტერი იმალებოდა მაგრამ ვეღარ დაიმალება აი როგორც იქ 6-იან ხმლებზე ახსენი მასკები ჩამოიხსნეს ხო უყურეთ თავი ესე იგი გამოჩნდებიან კანტაკუნტით ვინ იყო მიხვდით ხო ძალიან კარგი მეფე პენტაკლი 6-იანი პენტაკლი და 5-იანი ხმლები კვერთხები უკაცრავად ხო აი ეს ჯანმრთელობა რომ ესე იგი რა არის ესე იგი ოჯახშიც აუცილებლად ადამიანი ფიზიკურად ხوار რომ იყო ცუდად ზოგი კი ვინც ესე იყოს ახსრები და სისხლძარღვები და რაღაც ესეთი ვენერიული დაავადებები გულსისხლძარღვები გამოხვედით და კიდე გამოხვალთ სიტუაციიდან და ვისაც არა ხო აი სულიერი მტრობა რო იყო სულიერი ტკივილი მტრებმა რო იციან თქვენი სუსტი ადგილი და იქ გქონდათ დარტყმა ხო აი გამოდიხართ ამ სიტუაციიდან საჩუქრები დახმარება ისევ სამყარო ყველა კარები გაგეღებათ შერიგება ამოვიდა მამაკაც თუ ელოდებოდით აქ გენაცვალე ძალიან დიდი წინსვლა თვითონ მამაკაცებო თქვენ ცხოვრებაშიც ყველანაირ სფეროში და გოგოებო თქვენ ოჯახებშიც მამაკაციდან გამომდინარე ძალიან კარგი ну აქ რა არის იცით დედოფალი ხმლები ვისაც ესე იგი ვინც არის ასე რომ შეიძლება მართლა არავინ არ გაფუჭებს მაგრამ აი როგორ იცით თქვენ თვითონ იბლოკავთ თქვენ თავებს ეს არასასურველი აზრები რომლებიც ესე იგი მენტალზე თავზე უყურეთ ხო არის თავის გაწმენ და გაიწმინდეთ და სახასრარა თავი კიდე იცით რა არის აი ყელიც გაიწმინდეთ ну ჩაკრა
მიყრები. ბევრი ესე იგი აქ მიმანიშნებელია იმის, რომ ქალბატონებო სამწუხაროდ თქვენ გეხებათ, რომ ესე იგი ბევრი გონიათ, რომ ბევრს რამოდენიმეს უკაცრავად, რომ აი კიდე არა, ეს თქვენი პრობლემაა უყურეთ, სამყარო რას გეუბნებათ, ესე იგი ისი არაწვიმს როგორც ქუხსო, უნდა შეიცვალოთ თქვენი დამოკიდებულება პირველ რიგში თქვენ თავებთან. აბა დააკვირდით, გამგები გაიგებს, მიხვდით ხო? იმიტომ რომ აქაც ხმლების რაინდი ამოდის, ხმლების დედოფალი და ცხრიანი თასები, რაღაცა კი შეუთანხმებლობა ამოდის მეზობლებში, ნათესაობაში, ხალხში, ეს ფიქრები, სურვილები, მიხვდით ხო? მაგრამ რა არის, იცით, აი ეს გადაგივლით, ესე იგი, ეს სიტუაცია ვისაც გაქვთ, ხო? და შვილთან გაქვთ უთანხმოება, ვიღაცის ჩარევით, ხო? აი ეს ყველაფერი დაალაგდება. სამყარო ამას იძახის. კარგით, აბა კიდე რა სიკეთეს გაძლევთ სამყარო, ჩემო გამომწერებო. ესე იგი, ვინც არ გაძლევდათ, ფულს ელოდებოდით, ვალები აქვთ მოსაცემი, ხო? წინ წამოვა საქმე, აუცილებლად აგერ მოგცემენ უკვე დედოფალი ხმლები, დედოფალი პენტაკლებად გადაიქეცით უყურეთ, აუცილებლად მოგცემენ, ჯეკპოტს მოხსნით, თანხები იქნება, გაიცემა, ეს ემიგრანტებსაც ეხება და არა ემიგრანტებსაც ნებისმიერ გზას ეხება დამხმარე გნომები. აუცილებლად ესე იგი რაღაცა ორი პერიოდიღა დარჩა, რაღაცა ორს მიმანიშნებენ, ორი პერიოდი და აუცილებლად იქნება ვიღაცა ქალბატონებს ესე იგი პატარა მეგობრები გყავთ და ეს სირცხვილი არაა, რატო იმალებიან, ან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მე მივესალმები, ვისაც ესეთი კარგი ურთიერთობები გაქვთ და აქ გამოდიხართ, ახლა უყურეთ, მიდიხართ, აღარ ზიხართ უკვე კარგი ფეხსაცმელი გაცვიათ და უკვე დარწმუნებული ხართ, რომ საით უნდა წახვიდეთ და ფული საიდან უნდა იშოვოთ, მიხვდით ხო? ანუ აზრობრივად, მენტალურად, ესე იგი, დაიწყებთ უკვე ნორმალურად ფიქს. წელი, ვისაც გტკივათ მხრები, აღარ გეტკინებათ, გაიშლებით. უყურეთ, კიდე აქვსო მატერიალური დაჯდა, ესე იგი, ჰარმონია გენაცვალე, ახალი მეგობრები, ან კიდე წახვალთ და გარდერობს გამოიცვლით, შეიძინეთ რაღაცა ახალი იყიდეთ, ეს ხუმრობ მართლა ვიძახი, ან რაღაცა ავეჯი გადაადგილეთ, მიხვდით ხო? რაღაცას შეცვლას გეუბნებათ, სამყარო გეუბნებათ, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოთ. კი, ახალი ნაბიჯები ამოდის, ესე იგი, ეს პიროვნება, ვინც გებრძოდათ და ეხა ვისაც ექიმი და ოპერაცია ამოდის ესეთი თემა, ნუ გეშინიათ, დახმარება ამოდის ზემოდან, აუცილებლად, კიდე ვისაც ცხვარი ან ბატკანი ყავთ დასაკლავის შეწირული და შემთხვევით მამალი შეწირეთ, ეს არ არის შეწირვა. ითხოვენ ცხვარს, ითხოვენ ესე მეუბნებიან და ცხვარი უნდა შეიწიროს. რაღაცა ჩათქმული გაქვთ ხალხნო და გაიხსენეთ, აბა და სასწრაფოდ მოაგვარეთ ეს სიტუაციები. კი, გამოხვალთ სიტუაციიდან, კარგი ექიმით შეხვდებათ, ნუ გეშინიათ, ცოტა რთულად, მაგრამ გამოინახება სიტუაცია, გამოხვალთ ლაბირინთიდან, ახალი გზები გაიხსნება, ახალი იდეები და სწრაფი გადაადგილება, სწრაფი ის მოხდება, შენაცვლება მოხდება სიტუაციების. ესე იგი, ცუც კარგი ჩაენაცვლება. ნუ მზე გენაცვალე, ეშმაკი და სამიანი პენტაკლი პირდაპირ ფინანსებზე იყო დადებული თქვენი პირდაპირ ფინანსებზე ეს ჯადო და გამოდიხართ, ეს უნდა განახოთ, იმიტომ რომ ნამდვილად სანახავი, უყურეთ, პირდაპირ ფინანსებზე ეს რა არის საარსებო გზები, სამიანი პენტაკლი, რომ საიდან შემოდის
სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა სიტუაციებიდან, საიდანაც არ ელოდი რომ შემოგივიდეთ ფინანსები, ხო, აქ ჩაკეტილი გაქვთ, კიდე გაქვთ ჩაკეტილი და იმუშავეთო, ცოტა გაიხსნა, მაგრამ კიდე არ გაჩერდე, ამას ნიშნავს, გაიგეთ, გამგები გაიგებს კი. ნუ ეს ტოქსიკური ადამიანები, ვინც თქვენს ფინანსებზე იჯდნენ, ხო, ასე ვთქვათ, ესე იგი, ლიწინით ჩამოგშორდებიან გენაცვალეთ და თვითონ ბუმერანგი, აქაც ბუმერანგს მეუბნებიან, მიუბრუნდათ. აბა კიდე რა განვითარდება კიდე თქვენთვის ჩემო გამომწერებო? ეს რა არის, იცით, აი ეს ძველი ნეგატივი, კი, აქ ნამდვილად ოპერაციებს მეუნებიან, აქ უფრო ფიზიკური ტკივილია, აი თითქოს იწვის, აი ხანძარი გიკიდიათ, მიხვდით, ხო? აქ შეიძლება ცოლ-ქმარსაც გაქვთ ურთიერთობა დაძაბული, ან ქმარსა ჯერ თქვენ გქონდათ, მერე მეუღლეს და აი ეს ღალატი იყო, მიხვდით, ეხა იქნება აქ უყურეთ და ფულს, ესე იგი ეს ეშმაკი, იმის მაგივრად რომ კარგად გამოიყენოთ, ხო? ესე იგი ისე გქონდათ და გაქვთ კიდე დადებული პორჩა გოგოებო ბიჭებო, რომ ესე იგი ჯერ არ არის ამოწმენდილი ზურგზე გაკეთებული ჯადოების ნეგატივის მოხსნა მაქვს მე და უყურეთ და გამოხვალთ მდგომარეობიდან, მაგრამ სასწრაფოდ უნდა ჩართოთ და უყუროთ ისევ ნეგატივი მოიშორეთ, რომ ესე იგი რა უნდათ იცით, რომ ოპერაციებში ავადმყოფობებში და აი ამ ყველაფერში წაგივიდეთ ეს თანხები და კიდე რო არ გეყოფათ და კიდე რო იტიროთ, რომ აი საიდან შემოვიტანო ეს ფული, საიდან შემოვიტანო ეს ერთმანეთში რო გაურკვევლობა გქონდეთ, მიხვდით, ხო? მაგრამ რა არის, იცით, ამოდიხართ ამ წუმპედან, ამოდიხართ და ეს რა არის, იცით, აი ვინც ესე იგი ვისაც ორსულობა უნდა ნამდვილად დაორსულდება, ვისაც არა და აქ რა არის, იცით, ეს შურიანი ადამიანი, კონკრეტულად ერთი ადამიანი, ან წარსულიდან, ხო, უფრო, აი ემოციურ დარტყმებზე, მენტალზე შური და ასე შემდეგ თქვენზე საუბარი, ან ორსულობის გარდა კიდე ვიტყვი რომ თქვენ წარმატებას, ესე იგი რომ წინ წახვედით და აი მოწყვიტეთ, ხო, თქვენი ნამუშევარი, ასე ვთქვათ, ხო? აი ეს არ მოწონთ და ესე იგი რას ამბობენ ახლა გამგები გაიგებს, მოკლედ ვისაც ცოტა ესეთი სიტუაცია გაქვთ და ვერ გამოდიხართ სიტუაციიდან, სასწრაფოდ დაიწყეთ ისა რიტუალების სასწრაფოდ, აი მეტი ამაზე მეტი მინიშნება რაღა გინდათ ხალხნო, ხო? იცით რა არის ორმაგი ან გაურება აქ ადამიანს ან ორ საქმეს კიდებ ხელს ერთიანად მიხვდით ხო, მაგრამ გეუბნებიან რომ ერთი კაცი რომელიც გემტერებათ გოგოებო ბიჭებო ესე იგი იმალება, მაგრამ ანგელოზი ზემოდან ნამდვილად ესე იგი გამოაჩენს ისეთ ადამიანს, რომელიც მართლა გაგიკვირდებათ, აი დაიმახსოვრეთ ეს და გაგიკვირდებათ, რომლებიც ესე იგი თქვენს ბედს, თქვენს წარმატებას, თქვენს მომავალს, თქვენს ოჯახს, აი ესე გიწყევლით დღემდე სხვათა შორის კი ნამდვილად, იმიტომ რომ არ უნდა რომ ესე იგი გახვიდეთ, კარები გახსნათ და მომავალი ესე იგი მის გარეშე არ უნდათ, უნდა რომ მის ისევ მასზე დამოკიდებული ყოფილიყავით ან იყოთ და კარებში ან თქვენი მომავალი შვილები და რო არ გახვიდეთ, მაგრამ უყურეთ მჯინაზე, აი უფალი და სამყარო რას გაძლევთ, ახალი ნაცნობობა, დიდი ხნის შეუხვედრელი ხანაგების შეხვედრა, შეყვარებულების შეხვედრა, წყვილები და ასე შემდეგ. უყურეთ რა კარებები გეღებათ გადასარევი და აქ ამოდის, ესე იგი თუ რამეს ასწავლით, ისევ მოგისმენთ
გიჩვენებინენ, გააგრძელეთ და კიდე დაგიფასდებათ თქვენი შრომა, აუცილებლად ოჯახშიც თუ აქამდე არ გისმენდნენ, უფრო კარგად მოგისმენენ და დაგაფასებენ გენაცვალე. აჰა, ამოდის კიდე დედოფალი კვერთხები, ამოდის კიდე დედოფალი თასები, მოკლედ ჰარმონია დაისადგურებს, ანგელოზები გლოცავენ, არ შეგეშინდეთ თქვენ შვილებს, ვისაც გვერდში არ აყავთ, ანგელოზები იცავენ, მადლობა ანგელოზებს, მადლობა სამყაროს. ნუ აქ გააგრძელეთ ხალხნო, უყურეთ რა მართლა გააგრძელეთ, წინსვლა გაქვთ, ვისაც ძალა გაქვთ და ვისაც რამე ნიჭი გაქვთ, გააგრძელეთ მუშაობა, არ შეწყვიტოთ, ასევე გააგრძელეთ რიტუალები, ასევე ნახეთ რამდენ შესაძლებლობას გაძლევთ, ბევრ გასაღებს გაძლევთ, შეიძლება ორი გოგო ხართ ერთმანეთთან ან ამ ქალბატონებზეა დამოკიდებული, აუცილებლად გააგრძელეთ ეს, არ შეწყვიტოთ ეს ის რომ აი მე დღეს გავიწმინდე და მორჩა დაცვა დავიყენე და ის არა, როგორც კი შეწყვიტავთ, აი თქვენი დაცვა, ესე იგი ჩამოგაძრობენ ზურგიდან, გააქვს, არა გაქვს პორჩა, ჩაკრები მაინც და ნეგატივი მაინც ყოველთვე უნდა გაიწმინდოთ. კარგით, აბა ეხლა ვიკითხოთ კიდე 1-2 და კიდე თქვენი წარმატება, აღარ მინდოდა გამეგრძელებინა, ასეთი კარგი ტაროები ამოვიდა, მაგრამ ესე დავადებ და მივედით იქამდე, რომ მართლა უნდა დავასრულოთ 3 დიდი არქანი. აქაც ბევრი მაღალი არქანები ამოვიდა, ეს ეშმაკი იმიტომ მაქვს, რომ ამას აი ესე თქვენ ვარსკვლავთან დავდებ და სამყაროს საჩუქართან ერთად დავდებ, რომ ესე იგი გაბათილდება, დავადებ, ეს არ შეგეშინდეთ. ნუ აქ ეხლა რა არის, გაიღება ის კარებები, რასაც თქვენ ესე იგი დიდი ხანი ელოდებოდით, ან მსოფლიოს მასშტაბურად ელოდებოდით, აი ეს გასაღებებიც მიმანიშნებელია, აი აქ უყურეთ გასაღებებიც, გექნებათ ხელს გაგიმართავენ, ვისაც ესე იგი ძალიან რთული დაძაბული სიტუაცია გაქვთ სასამართლოში, ახალი ნაბიჯები გადაიდგმება, მოლაპარაკება იქნება აუცილებლად და თვითონ ჯერ რაღაცა გაურკვევლობა აქვთ შიგნით, მაგრამ მრგვალმაგიდასთან, მაგრამ აუცილებლად გაიხსნება კარებები და სამართლიანად გაიხსნება. მიხვდით, რო უკვე აღარ ელოდები, იმ დროს გაიხსნება და ეს კიდე ბუმერანგი წაუვიდა იმ ხალხს, გინ შინაურებს, გინ გარეულებს, ვინც ესეთ დღეში ჩაგაგდოთ ხო, გოგოებო, ბიჭებო, ძალიან დაისჯებიან, ესე იგი წრიული სიტუაციიდან ვერ გამოვლენ, ამათ კარებები ჩაეკეტება და თქვენ კიდე ეს წრიული სიტუაცია გაგეხსნებათ უფლის წყალობით და სამყაროს დახმარებით. თქვენი მტერი დაკოჭლდება, აუცილებლად ფეხზე რაღაცა და კიდე სისხლი ან ცხვირიდან წამოვა, ან ხელს გაიჭრის რაღაცა ესეთი ამოდის. ესე იგი ვისაც გაქვთ ეს გაჩერებული სიტუაცია სიყვარულში და აქ იყო ჩარევები, მე ვხედავ, იყო ჩარევები, გააგრძელეთ ესე იგი მუშაობა გენაცვალე და ბრმად გენდობათ ეს ადამიანი, რომელსაც ესე იგი თვალები ქონდა ახვეული და თავის კარებს თვითონ იკეტავდა, ეხლა პირიქით გაწევს გოგოებო, ბიჭებო, კარებს და დაგინახავთ. ნუ თუ ეხლა 1 წელზე მეტია ეს მე ყოველთვის ვამბობ, აღარ გეკუთვნით ადამიანი, თქვენი არ არის, მიეცით გზა თქვენს თავსაც და იმ ადამიანსაც. აქ ეხლა
ძალიან დიდი წინსვლა გექნებათ, აგერ მე დაგიჯექით თქვენი ნინია, თეთრი მაგის ტარო, აქ გენაცვალე ბალანსი იქნება, აგერ სიყვარულის დაბლა ურთიერთობაში, ვისთანაც ესე იგი ჯადოებით ჩაგიკეტეს კარებები, ხო, ჩაგიკეტეს კარებები და ადამიანებს ესე იგი საერთოდ ცუდად აფიქრებინეს თქვენზე, დეზინფორმაცია ასე ვილაპარაკოთ და თქვენი წარმატების შეშურდა, მაგრამ კიდე უფრო იმის მაგივრად რომ დაეცეთ, აი ესეც მდგომარეობაში რო იყავით, ხო? ეხლა ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით უფლის დახმარებით, სამყაროს დახმარებით, ბალანსი იქნება აუცილებლად, გააწონასწორებთ რაღაცეებს, მიხვდებით სად, როგორ, საიდან და ვის. აი ესე მიხვდით, ხო? და ესე იგი მამაკაცები აქ გოგოებს კარგი ადამიანი შეგხვდებათ მამაკაცი, ესე იგი მეფეთასები ნებისმიერ ურთიერთობაში გულისხმობ და მამაკაცებო თქვენც დაგეხმარებათ მამაკაცი აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენს საქმეებში. დამელოდეთ ჩემო კარგებო, მგონი იდეალური გაშლა გამოგვივიდა, ასე უცებ. ყელის ჩაკრა. გაიწმინდეთ ჩაკრები. და მოკლედ თქვენთან იყო ნინია, მეგობრებო. და მადლობთ რომ ხართ ესეთი მომთმენები, ახალო გამომწერებო, თხოვნა მექნება, ნუ დარეკავთ ნომერს რო გიტოვებთ, ხო წერთ და მომწერეთ და არა დამირეკეთ, გითიშავთ თან ნომერზე მირეკავთ, ნომერზე მე არავის არ ვპასუხობ, იმიტომ რომ არა მაქვს ნამდვილად მაგისი დრო, გელოდებით ჩაწერაზე და იქ გავაგრძელოთ ისევ დანარჩენი რა და როგორ თქვენი ცხოვრების გამოსწორება. მომავალ შეხვედრამდე.